ჩამოვედი სოფელ კიცხში, ეს არის ხარაგაულის რაიონი, არაჩვეულებრივი სოფელი, მე აქ მეორედ ვიმყოფები. ამ სოფელში მოღვაწეობს ფოლკლორული ანსამბლი ოდილა, რომელსაც არიან არაჩვეულებრივი ადამიანები, ხანშესული ადამიანები არიან. მათ აქვთ ძალიან საინტერესო ვარიანტი თავის რეპერტუარში ჭონას. ჩვენ შევეცდებით ჭონა გადავიტანოთ ბუნებრივ გარემოში და როდესაც დაღამდება, ჩამოვიაროთ კარდაკარ, ვიმღეროთ ჭონა და როგორც წესია, ისე ჩავატაროთ ეს ტრადიცია. ხა ჩვენ მოვედით ბატონ სოსოსთან, რომელიც არის ანსამბლის ერთ-ერთი წევრი. აი როგორ არიან იქ სკამთან. როგორ ძანდებით, მეგობრებო? დიდი მადლობა, რო არ მივიწყებ და მოდიხარ. როგორ თქვენ როგორ შეიძლება რომ დამავიწყდეთ? დიდი მადლობა. მერცმა გაგიმარჯვე შვილო მონახულებისათვის. მოგზაურობისათვის ყველას ერთს კი არა, ყველას გენაცვალე. ისე თუმარი რომ მოდის ხოლმე, რას ვღერით მაგ დროს? მასპინძელს. მასპინძელს სამხიარულსა. აბა მიდი, ახლა უყურს იმერლებს. აბა და საერთოდ საქართველოს. აბა მიმღერეთ ერთი მასპინძელს ახლა. Spinzel samkhiarusa dilawani walelo austumrebi sawaleni aralo dilawani ჩვენ გვინდა რომ ერთი ძალიან საინტერესო რამ გავაკეთოთ თქვენთან ერთად. კი ბატონო. არსებობს ესეთი თქვენი შესრულებით არაჩვეულებრივი ვარიანტი ვღერით ჭონას, ხო? რომელიც გამოირჩევა და ეს არის თქვენი ვარიანტი არის გამორჩეული, შეიძლება ასე ითქვას. იმერული სახელი კი ბატონო. მე დარწმუნებული ვარ რომ ბავშვობაში ჭონაზე დადიოდით თქვენ. ხო? და ძალიან მინდა რომ ეხლა ეს ტრადიცია რაღაცნაირად ჩვენ ერთხელ გავაცოცხლოთ. ღამე უნდა მოხდეს, ხო, ეს აუცილებლად. აუცილებლად. ხო, ღამე ისე რომ ოჯახში ვისთანაც მიდიხარ, იმან ვერ უნდა გიცნოს, ვინ ახარ შენ. ვერ უნდა გიცნოს, ხო? აბა, ამას აქ მაზანდა. მახსოვს ზეპირად ყველაფერი, სიტყვა სიტყვით. ჩვენ შევეცადოთ ეხლა რომ დღეს აი ამ ყველა ამ ტრადიციის დაცვით იგივე გავიმეოროთ დღეს ღამე. სიმღერა იწყება ჩუმად, ხო? ძალიან წყნარად. ისე რომ ძირში უნდა ჩაესმას. აი რა მაგარია. და იმან უნდა შეაღვიძოს იმ სიმღერა. სიმღერა უნდა შეაღვიძოს. იმ ლამაზმა პატარა სიმღერამ დაწყები ნელა. აბა როგორ იწყებ ხოლმე იუზამით ხარი? აი ძირში რომ სიმღერას გაიგებდნენ და რა არის? მანინა არის. მოგილოცავ დღეს ასაულო ღმერთი მოგცემს ბარაკასაო სასაული საქართველოში ყველა კარგია, მაგრამ ეს არის განსაკუთრებული საქრისტიანოს ნაღდი დღესასწაული. კი ბატონო. ნაღდი ულოცავ კაცს მძინარ კაცთან შედიხარ ეზოში. ამაზე მეტი ლამაზი რა უნდა იყოს. მძინარ კაცთან შედიხარ ოჯახში. ქურდი კი არ ხარ, შპიონი კი არ ხარ, მამაძაღლი კი არ ხარ, კაცო. მახარობელი ხარ. ოჯახის მახარობელი ხარ. სილამაზე შეგაქ ოჯახში, ტრადიციას აგრძელებ ოჯახში. მიდიხარ ღამე ადამიანებს ძინავს და იწყებ ხმადაბლა რომ არ გააღვიძო ადამიანს და ნენელა გამოაფხიზო შეიძლება ასე ითქვას რა მასმიძელი ძროღებულოს ამას და გამოაკ ორი და მარილი და ის აფასებს კვერცხი და ასე შემდეგ როგორი ოჯახიც არ უნდა იყოს ის კვერცხი მაინც აქ იმას განსაკუთრებულად იმ დღისთვის ის ქათამი დაგლული ქათამი ის პატარა ორი სასმისი ღვინო ბავშვობაში ყოველთვის აი როგორც ბატონმა იუზამ ბრძანა ჩამესვოდა ხოლმე ეს სიმღერა გამომაღვიძებდა ხოლმე გამოვიდოდით დედაჩემი გამოიტანდა ხოლმე წითელ კვერცხებს გამოვიტანდა ასევე ღვინოს მოხარშულ გვარდენას ხაჭაპურს ასე რა უნდა თავის მოწყობილებით ასე რომ ვთქვა და
ძალიან კარგი ტრადიცია მახსოვს ამას მე. არაჩვეულებრივი ეზო გაქვთ, ბატონო სასო. ძალიან ლამაზია. მე მაგალითად ამაღლებს ხვდები ყველაზე ყველა კარგი დღესასწაულია, შობას, ესეც, მაგრამ აკდობა რაღაცა, იმიტომ რომ გაზაფხულიც მოდის, ხო სიცოცხლეა რაღაც. ფათაშორის აი ჭონას ერთ-ერთი ფოლკლორისტის ჩანაწერებში ქვია როგორც მხიარული გაზაფხული. ხო, რა თქმა უნდა, ეს არის გაზაფხულის შემოგზავნების სიხარული. სიცოცხლე იმარჯვებს, ასე არა, აკდგომა ეს მიტვარე ხვალზე და ამიტომ გვიყვართ და ვემზადებით. მაგის სულ დღესასწაულს მიშენიება. სულ მიხარია, ოჯახს უხარია, ბავშვს უხარია, მოხუცს უხარია და სულ აქ იმ დღეს შენახული პატარა უკეთესი პურმაილო გააკეთოს. ტრადიციას ვერცეთი ოჯახი აქ იმერეთში ვერ უღალატებს, როგორი განადგურებული ოჯახიც არ უნდა იყოს და როგორი ბრწყინვალე ოჯახიც არ უნდა იყოს, შვილო, მაინც ახერხებს ის, რომ ფუნქცია არ დაკარგოს ოჯახმა და გააგრძელოს ის ფუნქცია, რაც ალბათ ტრადიცია მოუტანა და წინაპარმა მოუტანა შვილო და შეასწავლა წინაპარმა. მახსოვს ბავშვობიდან ძალიან საყვარელი დღესასწაული იყო. მაშინაც ეხლა ვასაკის კაცი ვარ და ეხლაც კიდე, მაგრამ ეხლა ახალგაზრდები აღარაა სოფელში მიდან მაშინ ბევრი ვიყავით. გამოვიდიოდით, ყველს გვიხაროდა, დღესასწაულს გვიხაროდა. ჟიამული იყო ყველა კუთხეში, ყველა ეზოში, ყველა ქუჩაში. ხავერდი მიწვანებალას აბი ბინეცი ონაზად თიხას უნდა დაეფინოს იმავირებს ბიანდაზად აბა ოჯახის დიასახლე, ქავატონლენა, როგორ ბრძანდებით? როგორ ახართ? გამარჯობა. ჩვენ ესე გარეთ მიმღერეთ, სიმღერებით მოვისმინეთ, მაგრამ ეხლა მაინტერესებს თქვენ აქ რას აკეთებთ? აქ ჩვენ კვერცხებს ღებავთ. ეს არის ესე იგი ენდრო, ხო? დიახ, ენდროა. ხა ცხოვრებაში მე არასდროს არ შემიღებია კვერცხი. და პირველად ეხლა კითხში უნდა შევღებო. ეს არის ნამდვილი ჩვენი აი ნამდვილი კვერცხი. ცოტა გაგვიწვიდა ბატონობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ შეგიშლის. მოდი ეხლა პირველ ოჯახთან მივიდეთ, თქო ჩუმად რო არ გავაღვიძოთ, როგორც წესია და ჩუმად დავიწყოთ სიმღერა. და მიულოცოთ გაზაფხულის შემომბრძანება. გაზაფხულის შემობრძანებას გაუმარჯოს. ხავი, ბარაკა, ჯანმრთელობა, სიკეთე არ მოგაკლოთ ღმერთმა. კარგად იყავი და ღმერთმა გაგაზლიეროთ. აბა, გაზაფხულის შემობრძანებას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ოჯახი და ბარაკა. ოჯახი და გაზაფხულს გამომარჯოს.